დღემშვიდობის მეგობრებო, რა შვებით, როგორ ახართ, ხომ ხართ კარგად? კარგი ამბები მაქვს ჩემი გულშემატკივრებისთვის. 10 აგვისტოა, ნახევარია პირველის, ახალი გაგრძელებული მთლად არა ვარ. ან 12-ზე გავიღვიძე, რასაც ნახევარია მღვიძავს, გარეთ წვიმს. სარეცხი ჭურჭლები ამოვეცხე. ბავშვების გაღვიძებას ველოდები, რომ სახლი დავალაგო, მოგეხსენებათ დღეს ლიკა გადმოდის 20-მდე. ხოდა დანგრეული ვარ ძალიან ცოტა სახლიც მივალაგო. მაგრამ კარგი ამბები მაქვს თქვენთვის. უფრო სწორად ერთი კარგი ამბავი მაქვს ჩემი გულშემატკივრებისთვის და მეორე ცუდი ამბავი მაქვს ჩემი მეიცად ხელახლა. ერთი კარგი ამბავი მაქვს ჩემი გულშემატკივრებისთვის და ვისაც ჩემი კარგი უხარია ხოლმე და მეორე კარგი ამბავი მაქვს ჩემი ცუდის მოსურვეებისთვის. ამ ვიდეოთი კარგი ხალხსაც გავახარებ და ცუდ ხალხსაც გავახარებ. ხო, იმიტომ ამ დაყლებებულ ცუდ ვირთხებს ვინც მიყურებთ ჩემი გახატო ნახოსია მომე. ხო და მოკლედ მეგობრებო, ორი კარგი ამბავი მაქვს რა. ერთი საჩვენო და ერთი სამაგათო. იდეაში ერთი კაი ამბავი მაქვს და ერთი ცუდი. არ მინდა, მოდი კარგი ამბით თუ ცუდი ამბით დავიწყოთ. ცუდი ამბით დავიწყოთ, კარგით დავასრულოთ. ცუდი ამბით დავიწყოთ და გავახაროთ ჩვენი მტრები და მერე დავამწუხროთ კარგი ამბით. ესე იგი მეგობრებო, ეს ბოლო დღეებია, არ გეუბნებით და დამეწყო ხელახლა ეს შფოთვები, ხო იცი რომ მქონდა და ხო იცი ექიმთანაც რომ ვიყავი და მერე ეს უკვე ფაქტობრივად 1 წელი გავა, მალე რაც ეს შფოთვები მე დამეწყო, რომ მგონია რომ მოვკვდები და ცუდად ვარ და მთელი ამბები. მე წამლებზე და იმგეზე ხო ვიყავი, ეხლა უკვე წამლებს აღარ ვსვამ, მხოლოდ ძილის წამლებს ვსვამ, რომ ხამე დავიძინო და იმიტომ რომ ეს შფოთვები უფრო მეტად ხამე მოდის და ხამე ვარ ცუდად, ვიდრე დღე, ხამხამობით მეწყება. ახლა 1 წელია უკვე ეს ყოველივე მაქვს და ასე თუ ისე შევეჩვიე. იმიტომ თავიდან რო არ ვიცოდი რა იყო, რომ მეგონა რომ ვკვდები. ოკეი. მაგრამ მე უკვე ეს შემოტევები რომ მქონდა, დავამუხამე ყურადღების გადატანა, რომ მეწყება და რომ ხვდები, რომ უფრო სწორად ცუდი ფიქრები რომ მომდის, რომ ახლა გული გამიჩერდება და მოვკვდები, რაღაცა სუნთქვა მეკვრის და ცუდად რო ვარ, ვდგები ხოლმე ყურადღება გადამაგს, წყალს ვამ ყლუპყლუპობით, დავდივარ, ესე გავდივარ, გარეთ შემოვდივარ, რაღაცებს ვუყურებ და გადამაგ ხოლმე რა ადვილად. ეს ლაითი შემოტევებია. ეს ბოლოს 3 დღეა, მეგობრებო. ვერ ვიტყვი რომ სულ პირველად რომ დამემართა ეგ შფოთვების საღამო იყო და რომ დამემართა ეგ შფოთვები მაშინდელივით ძლიერია. არა, ღმერთმა დამიფაროს მასე ძლიერად შემომიტევს, იმიტომ რომ იმ ღამეს მე ჩემი გასვენებაც დევინახე. როგორ დამმარხეს ეგეც დევინახე. საფხული არ იყო, ჯერ ზამთარი იყო და დაჟე იმაზე ფიქრიც დავიწყე ამ ზამთარში რომ მოვკვდე ამ ყინვაში სად დამარხავენ თქვენ. ხო, ეგეთი ძლიერები არა მაქვს, ღმერთო, ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ არ ვიცი საფერ გავუმკლავდები. მაგრამ, მიახლოებით წუხელი მაგალითად ახლა წუხელი ხო მთელი ამბები ხო იყო, ჩემი სოფო იყო, მე მაკდონალდსი გამოვიძახეთ, ის კაი გოგო იყო. გვიანდი იყო წვიმა. წვიმამდე იყო მეგობრებო გვიან. ძილის წამალი წუხელი არ დამილევია, იმიტომ რომ წამლის დალევის შიშებიც დამეწყო ამ ბოლო დროს. ვეშინია რომ ძილის წამალს რო დავლევ, ფიქრობ რომ გული გამიჩერდება და მოვკვდები. ეს სრული სიცრუეა, მაგრამ ეს არის ჩემი ცუდი ფიქრი, რომელსაც 100%-ით ჯერა იმ მომენტში, როცა ეს შფოთვები მაქვს მე. და ვცდილობ ეს ძილის წამალი გუშინ არ დამილევია, წუხელი არ დამილევია, გუშინ წინ ღამე არ დამილევია, ისე დავიძინე. და იმის წინაც არ დამილევ, ვაი ამნაირ დაძინებას 4-ზე 5-ზე მეძინება ხოლმე. ამის გამო.
და ღამე რომ მაკლია ძილი მე თხემძინავს ხოლმე ან წუხელი იყო აი რა წუხელი იყო მეგობრებო ანუ გვიან სადღაც პირველის მერე ანუ ძილის წამები ვარ დამილევია ვერ დავიძინე მთელი ღამე სადღაც 5-ის ნახევრისკენ დავიძინე ჩამეძინა ძლივს პირველი საათი იყო გადაცდენილი რომ ქუთაისში დაიწყო წვიმა ღამე ან ძალიან ცუდი წვიმა დაიწყო რა აი ცარო ჩამოდის ძლივს ეგეთი წვიმა დაიწყო და ეს წვიმა რომ დაიწყო მე უკვე რაღაცნაირად სუნთქვა შემეკრა და მივხვდი რომ ეს ფოთოების ნიშანია რა მაგრამ ეხა ლაითად იყო და ნეტა ამაზე მეტი არასდროს არაფერი აღარ მომივიდეს ხო და არ მივაქცე ყურადღება გული დამეგუდა დავლიე წყალი და მოვწიე სიგარეტი და სიგარეტი რომ მოვწიე უფრო დამეგუდა გული ხო და რაღაცას ვუყურებდი YouTube-ზე ვუყურებდი რომ ფილმის ყურებაც მინდოდა მაგრამ ვერ დავუდა გული და YouTube-ზე ვუყურებდი YouTuber-ებს გადაცემებს ვუყურებ ხოლმე ხანდახან მევასება რა იმას ვუყურებდი რა ქვია იმ ბიჭს რა ქვია სოსოს ვუყურებდი რა გვარია მაგ არ ვიცი სოსოს ვიდეოს ვუყურებდი რომ მოგზაურობს მაგ ვიდეოებს ვუყურებდი გაძლიერდა ეს წვიმა და სოსოს რომ ვუყურებდი რაღაც წამთვლიმა მეგობრებო ვიგზენი რომ მეძინებოდა და დავხუჭე თვალები და დამეძინა რამოდენიმე წამით ან წუთით მეძინა ნუ მაქსიმუმ 9 საათი ალბათ არც კი ჩამეძინა ღამის პირველის მერე წუხელი ჩამეძინა მეგობრებო და მოულოდნელად უცებ გამაღვიძა გრუხუნის ხმა ან გრუხუნმა გავახილეთ რომ გრუხუნის მეშინე ძალიან იყო გრუხუნი გავახილე თვალი ვაი მეთქი დამეწყვა ხა ისეთი შიშები რომ ეს გრუხუნი მეთქი არ გაძლიერდეს და აი ძალიან მეშინია დიდი ხმები რო აქვს და მეთქი სახლი არ დაინგრესკო რა წამოვდექი ფეხზე ცოტა შიოდა მომშივდა გევედი და ჭამდი და კუხნაში რო ვიჭექი ფარდა გადაწეული მქონდა ღამე ხო იყო და ელვაც იყო ანუ გევიხედი ანუ ჭამის დროს შევხედე რომ ელვამაც გამოვიდა ამან უფრო შემაშინა იმიტომ ელვა მეხი არ დამეცეს და არ მოუკვდე მეთქი გადავაფარე ეს ფარდა რო არ დამენახა ეს ელვა ამ წვიმამ კიდე უფრო გაძლიერდა ეს წვიმა გრუხუნი გაგრძელდა ელვაც გაგრძელდა მეგობრებო ელვა ცოტა იყო ნუ გრუხუნიც ცოტა იყო დიდი გრუხუნი არ იყო შემეკრა სუნთქვა გავხდი ცუდად ანუ სკამიდან რო ავდექი ფეხზე ვეღარ ვდგებოდი ანუ ლამწევი ქეცი და მეთქი მარცხენა მხარეს ეს გულის შიში მაქვს განსაკუთრებით ეს ფოთვები როცა მაქვს ხოლმე გონია რომ გული შეჭერდება ანუ გაჩერდება და აღარ მეწეროს გული გამიჩერდება ვაიმე მეთქი გული გამიჩერდება ახლა ბავშვებს ძინავთ დევიწყე სიარული იქიდან აქიდან იქით ვარ ცუდად აი არ ვიცი რაფერი აგიხსნათ თან ვიცი რომ ეს უბრალოდ ჩემი ცუდი ფიქრებია მაგრამ რაფერ უნდა დაიჯერო რომ ეს უბრალოდ ცუდი ფიქრებია ეს ისეთ რეალურად გჯერ აი ისეთი რეალურია რომ მოკვდები აი არ ვიცი აი საბოლოო დანიშნულება ვისაც გაქვთ ნაყურები აი რო იცი რომ მოკვდები და რო ცდილობ გეიქცე ხო იცი ვისაც არ გაქვთ საბოლოო დანიშნულება უყურეთ აუცილებლად საბოლოოდ ბევრი ნაწილი აქვს საბოლოოდ 1 2 3 4 5 6 7 ეხა ბოლო ნაწილი მე მგონი ბოლო მე-7 თუ მე-6-ე გამევიდა ხა ახალი გამოსულია 25 წლიანია მე მგონი აი როგორც საბოლოო დანიშნულებაში არის რა რომ ხედავ როგორ კვდები და მე ეს რო აღმოჩნდება ფარსი ტყუილი არა და გადარჩები ამ სიკვდილში და მე უკვე მაინც ვკვდები ანუ და რო გაქცევას ვთილობ სიკვდილი ეგეთია რა კოშვარია არ ვიცი რაც უნდა კონტროლი შეგეძლოს ადამიანს ამისი ეს არის აი არ ვიცი ეს რაფერ უნდა არ ვიცი ჯოჯოხეთი ხალხო ჯოჯოხეთი მეთქი არ ვიდა სიკვდილი აღვერთო მეთქი მიშველე ფეხს ვეღარ დავდოთ გევიდე აქ აი წნევა რო გიქნება და წამოვგორდი აქ და არ ვიცი როს გევითი შემედი ასე რომ ეს არის ცუდი ამბავი ის რომ ეს ფოთვები ისევე ეს ბოლო 3-4 დღეა ისევე გაძლიერებულად მესხმის თავს და ეს არის ჩვენთვის ცუდი ამბავი და
ნუ ახლა ბოლოტები ვიცი ყურებს, მაგრამ როგორ მოგკვდეთ, მაგის ახალი წელი დადგება, ჩემი სიკვდილით და თქვენთვის კარგი ამბავია, რომ ხო დამეწყო ისევე ეს. ხო და ეხლა კარგი ამბის დროა. ბათუმში მივდივართ. ბათუმში მივდივართ. ბინა ვიშოვნე. შარშან რო ვიყავი ბოლო ბინაში, ცირკთან, იქვე როა ბინა, ეზოც რო აქვს პატარა. ისე ვიქ მივდივართ. მივწერე დღეს იმ გოგოს, ის ძალიან კარგი გოგოა, ჩანიშნული ყავდა მაგ გოგო მე და მქონდა მაგის იმედი და მივწერე ხა და მოდიო. უბრალოდ დააზუსტებს დეტალებს, მე ვუთხარი რომელი რიცხვიდან რომელი რიცხვამდე მინდა და მოკლედ დამიზუსტებს და ერთი სიტყვით ბათუმში მივდივართ დასასვენებლად მეგობრებო. მოიცადე 6 დღით. რომელ რიცხვში რა გინდა საბ? რა 5 დღით? 6 დღით მივდივართ. 5 დღე როდი იყო? 6 დღით მივდივართ მეგობრებო. რიცხვს ჯერ არ ვიცახი, მაგრამ ეს კარგი ამბავი. ეს ნამდვილად კარგი ამბავი. დევისვენებ კაი გიბრიელად. დევირუჯები, ჩემი ბათუმი ხო სიგიჟებდე მიყვარს. ხო და მოკლედ იმედი ამიდებს დამოწმე, ნუ გადავხედი ამიდებს ახლა წვიმებს აჩვენებს, მაგრამ იმედია კარგი ამიდები დამეფხვევა. და მოკლედ მივდივართ. დანარჩენი უკვე უფრო დეტალურად რა ამდენს გადავიხდი და რომელ რიცხვში მივდივარ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგას უკვე სადაგსა გეტყვით, აგვისტოს თვეში მივდივართ, ჯერ არა ოღონ 20-ის მერე. დანარჩენი უკვე მეგობრებო რომ მოვა წასვლის დროში ერთი ხარ რაც არის ამ დღეებში მანქანა უნდა გავაკეთო. ხო, კიდე მანქანა უნდა გავაკეთო. ბაჩუკი უნდა გავაკეთო მანქანას ტორმოზის მხარეს, იმიტომ რომ ვენტილატორს ვერ თავ გაგრილებას მანქანაში და თან მასის სიამბლის არ არის კარგი. ხო და ეხლა მაგ მანქანას რო გავაკეთებ, მაგ დეტალს გავუკეთებ, შევიდეთ გორგიაშიც და ჩემოდანი ვიყიდოთ. ერთი ჩემოდანი მაქვს ეგრე სტაფილოსფერი, ეს ჩემოდანი, მაგრამ მაშინ იმდენი რაღაცა მაქვს მეგობრებო, იმის ამოყრა მეზარება და ამ სტილის ჩემოდანი მეორე ვიყიდოთ და რამოდენიმე დღეში დავეშუროთ ბათუმში 6 დღით. რა დროის ფოთლებია? გულაობა იწყება. დათოიას ვეჩანიჩები, მაგი მუშაობს. იქნება შვებულება ნახოს და წამოვიდო და მაგის უფრო გევერთობი. ხო და რა ვიცი ლიკაზეს ხო? და რა ვიცი ნახო, თუ არა მარტოც წავალ, თუ რა ვისაც იყო დათო და სად იყო გელა, მე რომ მარტო დავდივით ჩემშულებთან ერთად. და ბორჯობს რაც შეეხება მეგობრებო, ბორჯობშიც მინდა წავიდე, მაგრამ ბორჯომში ბინა არ მაქვს. არ ვიცი როგორ ვიპოვნი. და არ ვიცი, ბორჯომი ძალიან მიყვარს, მაგრამ ნუ ბინიდან გამომდინარე, რამდენად ვიპოვნი ბინას და მოკეთ ბორჯომი არ ვიცი. უფრო ვერ ალბათ, ვერ კი რა ბინის გამო, იმიტომ რომ მიზარება ისევ ასე ძებნა. და არ მეგულება ბორჯომში ადამიანი, ვინც აქირავებს, ვინც მექირავებოდა ის წავიდა ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ, ვისაც ჩემში ეკვიპარება ყველას დავატირე მე. ხო და რა ვიცი, ბორჯომზე ვნახოთ, არ ვიცი და ბათუმში უეჭველი მეგობრებო, მივდივართ, მეც აღარ ვილაპარაკებ ხა ბათუმზე და წასვლაზე, იმდენი დაყლევებული გვიყურებს თვალი არ მეცეს. და დანარჩენი უკვე რომ მოახლოვდება წასვლის დღე, დეტალებში უკვე რა თქმა უნდა გაგაგებინებთ, რამდენი ჯერ არ ვიცი ამდენს ვიხდი, ანუ დააზუსტებს დეტალებს ეს გოგო. ბინა ნაცნობია, ვიცი სადაც არის,
მაგრამ ერთი უდიდესი პრობლემა არის ის, რომ მანქანას სად დავაყენებ, როგორ დავაყენებ, როგორ იქნება არ ვიცი, იმიტომ რომ შარშან მაგინაში მე ლიკაიას მანქანით წავედით და აი არ ვიცი, ძალიან საშინელი და საყენებელი იყო, ხან სად გვეყენა მანქანა, ხან სად და ეხლა უკვე ჩემი მანქანით რომ მივდივარ მანდ, აი მანქანის თემა არ ვიცი როგორ იქნება, სად გამოჩნდება ადგილი, სად დავაყენებ, ასე არა ვარ, მაგრამ რაც თავარია მივდივართ. ნუ გასცდას დავახარებ რომ გეიღვიძეთ სამასთან თეკლას კი ესვით წახა სამოსები ეცი და ახლა გეიღვიძა რა გადაღებადებით და თეკლამ კი უთხარი დილას მოუყევი სადაც ვიდივარ და გაუხარდა აქვე საბა დავთანხმდა თმების შეჭრაზე რომ შეიჭრას თმა ხო დავთანხმდა მეგობრებო მაგრამ ახლა მე აღარ ვიდა რომ შეჭრა იმიტომ რომ გეეზარდა და მენანება ირთმის შეჭრა არ დიდი ხანი მეხმარწებოდი თმა შეიჭერი თმა არ იჭრიდა და ისეთ დროს დავთანხმდა თმის შეჭრაზე რომ ეხლა მე აბა სიმხელა აქ უკვე თმა რომ არ ვიდა რომ შეჭრა არ და შეჭრილთმა ძალიან მიხვდება მაგრამ ეხლა უკვე ახალი გეგმა მაქვს რომ გავუზარდო და მე რომ შეუკრა ასე უკან იმიტომ ძალიან კაი თმები აქვს და შესაძლოა მეცოდება ხალო გამოგსავა აი მართლა ძალიან მაგარი გამოწია წამხელი აი ძალიან მაგარი თმა ოქროსფერის სქელი თმა თან ისეთი თმა აქვს აი რო დაისწორებ და თმას რო დაისწორებ აი გეგონება დასწორებული აქვს თმა მაგრამ ვერანაირი ვაი ბოდიში არანაირი თმას რო ვისწორებთ ხო გვეხვევა მერე და ხო გვეკუჭება და ამას ისეთი თმა აქვს რაც არ უნდა ესე ხელი უჭირო და რაც არ უნდა დაუკუჭო თმა აი მაინც სწორი თმა აქვს მეგობრებო თან სქელი თმა აქვს ძალიან ხო და რა ვარი ახლა ვეხვერწებოდი ორი თვია ვეხვერწები თმა შეიჭერი მეთქი სარ ვიცოდი მე რო გეესდებოდა ამას თმა მე დავიჭირდებოდა შეჭრა ახლა მეუნდება შემეჭერიო როცა მე არ მინდა უკვე რომ შევჭრა 5 დღის უკან მითხრა 5 დღეშიო შევიჭრიო თმასო ხო და დღეს გევიდა 5 დღეს კი არა გუში გევიდა და გინდა თუ არა ახლა შევჭერი თმა რანაირად უნდა შევჭრა მეგობრებო ეს ნახე მელამას თმები ამას აი რო გეესდება ეს აუკაპიტებ და გიგინას მოუკეთებ ზემოთ ეს სულზე ალერგია აქვს ზისგან არ ვიცი რატო ემართება ეს ამას მაგრამ რუჩს რო იღებს ხოლმე ცხვირი სულ ასე უტყავდება მეგობრებო და უსოთ ხოლმე მას უსოთ და მე მარი გავას ლუკას აგეცნებს თეკლაკები ეგერა შენ ტელეფონზე ხო დაგიყვე მაქანდა გინდა მოკლედ ესეთი აბიბიო მეგობრებო ჩვენს მოვიდა საღამო მეგობრებო გამოვიდა გარეთ ამინდიც თელი დღე მეძინა არაფერი ისეთი არ გადამიღია და არ გამიკეთებია ზოგადად და ახლა შეძლებს დაგვარად უნდა დავალაგო სახლი რომელიც 5 დღე არ გამილაგებია და ახლა უნდა დავალაგო ძალიან მეზარება მაგრამ უნდა დავალაგო სარეცხი გავფრინე გარეთ ანუ ძველი სარეცხი გაფენილი რაც ჰქონდა გამშრალი იყო გუშინ წინ გავფრინე წუხელი წვიმამ რომ დაიწყო ჩამოხშნის თავი არ მქონდა დასველდა დღეს დილასაც წვიმდა კიდე დასველდა ეგ სარეცხი ჩამოხსენი ხელახლა შევყარე სარეცხ მანქანაში და გარეცხილი ახლები რაც ჰქონდა გავფრინე ხო და ვიწყებ ახლა დალაგების პროცესს რა აზრი აქვს დალაგებას არ ვიცი იმიტომ რომ ესენი ეგრევე ანგრევენ მაგრამ დავალაგო უნდა და იქნება ეს ხვის კოჭებიც დავბანო იმიტომ რომ დასაბანები არიან კვირაში ერთხელ დაბანეო და კვირა კი არა 2 კვირა გევიდა და არ დამიბანე არც ერთ თუმცა ჯერ სახლი მინდა რომ დავალაგო შემდეგ დავბანე ესე გავფრინე მეგობრებო სარეცხი ესე გამოვიდა მზედაც ხელასაშინლად და ეს სიცხე ცალკე ცუდად ხდის ძალზე მეტია უკვე ესეთი სიცხეები განწყობაზეც მოქმედებს
წვიმამ ძულს და რაღაცა, მაგრამ ამდენი სიცხეც არ შეიძლება მართლა სულად გავხდი. ხო და აი ესეა. და ეხლა განახოთ რა დღეშია სახლი. აი ასეთ დღეშია მეგობრებო ზალა. ეგენი აქ არის და ამის ნახეთ უნდა გამოვუცვალო. და ესე არის კუხნა. ერთი რაც გავაკეთე დილას ესენი ამოვრეცხე. გავსიო. ხო და ვიწყებ რა თქმა უნდა ზალის დალაგებიდან. და არ ვიცი საათი არის 9 წუთი აკლია 5-ს. და რა ვიცი როდის მოვჩები ნახოთ კონკრეტულად ზალას. დავალაგე მეგობრებო ზალა. 4 წუთი არის 8-ს. სადღაც 15 წუთის უკან მოვრჩი. 15 წუთის უკან დავალაგე. ნუ წამოვწექი. დევისვენე, ერთ ხერს სიგარეტ მოვწე და გადავდივარ კუხნაზე. ძალიან დევიღალე. და არ მჯერა რომ დავალაგე ზალა. ასე გამოიყურება. ვარ სასტიკად გაბრაზებული, რომ ამ სიტუაციაში იყო ზალა და 1%-იც არ დამიგრევია მე, აი ეს დავალაგე. აი არ ვიცი რა. ამგეს გამოვუცვალე ნახერხი. საზუნებსაც გამოვუცვალე ნახერხი. და ისე არის ზალა. მოსაღამოვდა უკვე. ძალიან დაღლილი ვარ. იცი. და ხა გადმოვდივარ კუხნაზე. ეს ნაგავია. და ეხლა ვიწყებ კუხნას. აი ესე არის კუხნა. ასე. დავალაგებ ახლა კუხნასაც. აბანო უნდა ჩავასუფთავო. მაღაზიაში უნდა შევიდე, ნაგავი უნდა გადავყაროთ, მერე ერთად შევიდეთ. სიგარეტი ვიყიდო. სიმინდი მინდოდა მიყიდა, მაგრამ უკვე მიზარება იქით გასვლა. და შევი მერე всё. რა კითხვა დამჩა ლაივ ჩავთავ. თუმცა ჯერ არც ლაივზე ერთამდე შევდაგავარ. 6 წუთია მეგობრებო. 8-ს ბოდიში 9-ს. რამალე გადის დრო. ეს სოველი არ არის, ასეთი ფერი მიიღო ამ ბოლო დროს ეს მე კაი ხანი არ ჩამით. დავალაგე სახლის სრულად და მიდივარ მაღაზიაში. ძალიან მიზარება, მაგრამ მაღაზიაში გავდივარ, პურის არ არის. და მოკლედ წავედით მაღაზიაში. ამანამდე ასე დავალაგე მეგობრებო კუხნა. ეს ნაგავი სალადალაგებულია. და გავეშურეთ ახლა მაღაზიაში. კიდევ თამას ხელი. ეკლა მოდი კარები გადაკეთე. ვერ წიკულობ ამას ისინი. გამიღე მიდი ბიჭო. გაკეთეთ თამოლახლა. აუცილებლად. წავით. მაგ რა არის არ ვიცი. წვენი? წვენი. ის ბოთლი რა ქვია, გასატეხი ბოთლი თუ არ შუშის. ხო, კარგი. წერებილებრი. გამოვედი. არ არის ძალიან ციცხე გარეთ. ჩემ პიპი აგერ არის.
ხალ გეგმა გვაქვს. ვაიმე თუ ხელი მომწდა. დავით მაღაზიაში. ჩემი გოჭი გარიცხილია. წვიმები არ ეთყობა ნაწვიმები. ბევრი კალახი არ ეთყობა. ბანანი ორი გოჭი. სადაა ბანანი? 4.93 წუთი ბანანი. ასა ვაშლატამაც არის აქ. ერთი ცოტა ვაშლატამაც უნდა ევიღო მეგობრებო. თავყარი ვაშლატამა. ახლა აქ სად არის ვაშლატამა? 3.75-ისა. და ისევინებდი და გავახცე ნაპკინები გამოვარისკიდე. ის გათავდა არა ორი ისინი რა არის სამი ორი ახალი ორი მინდა ორი რაღაცას კიდე არის ვიყიდე მეგობრებო და წევედით სახლში ჯამში ეს ყოველი ვერ იყო აბა თუ გამოიცნოთ არ გეტყვით და რო ავალთ ახლა და ამოვალაგებ მე რა გეტყვით მანამდე თქვენი ეს რამდენი სიქნება ეს ერთი პარკი ხვანდელი დღის გეგმა გვაქვს აქვე გეტყვით ხალი მანქანა მიმყავს ისევ სახელოსნოში ოღონდ იქ არა შეგეგეთებში არა სამბეთის ხედის ქვეშ ბაჩოტი და გამოუცვალო მანქანას და მაგალითად გავაკეთოთ ხვალი ასე მუსიკა მაქვს წევით ხაზეთ სახში გააღეთ ხორდან ძახლი კიდე გაი მოგეთ მეგობრებო აი ასე ვერგები ნუ კამიონი გასხეს რა მითხარი მე მეგონა არ მოდიოდა თეთრ ხარი გააღო მაგრამ არ გააღო კაი მოკლედ ამივედი სახში ვნახოთ რა ვიყიდე სახში ჩემთან არის ძალიან დახუთულობა გარეთ კიდე ასეთ ხე არ არის ანუ ეს სახში რაღაც პაჟარი მოკლედ ვნახოთ ახლა რა ვიყიდე მეგობრებო და ბოლოს გეტყვით ამდენი დავხარჯე ამ ყველაფერში მაგრამ თქვენ თუ გამოიცნოთ დავიწყოთ სიგარეტი ერთი პაჭკა ბანანი რამდენი ცალი 3 და 6 ცალი ბანანი არის 4.93-ისა ბანანი ვაშლატამა ვიყიდი ასევე ვაშლატამა ძალიან მიყვარს მეგობრებო ოღონდ ისეთი არა ფასავით რო არ ბილები 3.35-ისა ვაშლატამა შემდეგ განვაგრძოთ ლუკა დამეხმარიან თეკლა ერთი ცალი პური წამოვიღე ეცადები მან და ლუკა მეხმარება ასევე მეგობრებო მაგასთან ერთად ეს აქციაში იყო ბრუსკეტი არა ერთი მაცადე ლუკა აქციაში იყო ეს ბრუსკეტი მაგ თეკლას უყვარს დიდი ბრუსკეტი მაგ 5 ლარი და ეს თეკლას უყიდე ეს ლუკას უყიდე მაგნაირი მეორე ოღონდ წითელი საბას უყიდე რა ვიცი თუნდაც გაცვალეთ აი ერთნაირია მაგერ რა ვიცი მე ასევე თეკლა შოკოლადის ნაყინი დამაბარა მეგობრებო და ორი ცალი შოკოლადის ნაყინი ვიყიდე და ერთი მარტყვის რომელიც გიყვართ ლუკას უყავს მარტყვის კამი თუნდაც თუ აგერ არის და გამოვიდე შემდეგ მაინც მაცივაში ასევე მეგობრებო ეს დიდი ჩიპსი ვიყიდე ამაში 6.50 მე მინდა ჩიპსი იდეაში ჩემთვის ვიყიდე რაღაცა ჩიპსის მუღამზე ვარ და ვიყიდე ჩიპსი ყველიანი ჩიპსი მიყვარს
შემდეგ მეგობრებო ლუკამ რაღაცა წვენი დამაბარა ხო ვიღებდე ვერ გევიგე რა უნდოდა და ამიტომ 2.5-იანი წვენები წამოვიღეს 3 ცალი ბავშვებს ახლა ლუკას ამაგეჩხურა მოვედი ასევე მეგობრებო გავკადნიერდი და ცივი ყავა წამოვიღე სხვათა შორის გუშინ ენერგეტიკული არ დამილევია მეგობრებო დღეს ენერგეტიკული არ დამილევია და არ ვიყიდე ზაკაზად ეხლა ენერგეტიკული და გავკადნიერდი და ვიყიდე ყავა ცივი ყავა სახში და ჩვეულებრივ გავაკეთებდი მაგრამ გამითავდა ყავა გამითავდა ანუ ის ხნადი ყავა გამითავდა და ყავა 21 ლარი ღირს ის შეფუძ 21 კი არა 27 ლარი ღირს დიდი იაკობსი და 100 ამხელები 16 ლარი ამიტომ fuck you მაგენს და ვიყიდე 4.5 მივეცი ამ ყავაში ცივია რომელიცაა იგი არის რა ფირმა რა მე ვერ კითხულობ ინგლისურს არ აქვს ესეთია და ბოლო ნივთები რაც ვიყიდე და ამ დასახას შევწავ თან აქციაში იყო მეგობრებო მასალ განახ გეიწიშლო რა შევწვა თან მაგი თავად გაყავ მეცეთე იყოს აბა თვეინთებ ახეს დასაწვავი ეი ასევე მეგობრებო ვიყიდე აქციაში იყო და ეს არის ქათმის ხორცის ჭხირებია მეგობრებო არის რამდენი ცალია შიგნით 300 გრამია 3 ლარი და აქციით 2.99 და ვიყიდე 2 ცალი და ამგეს ახლა შევწვა სულ ეგ იყო და თქვენ ერთ რამდენი დავხარჯები 51 ლარი და 92 თეთრი გადავიხადე მეგობრებო ამ ყოველივეში რაც მე თქვენ ეხლა განახვდეთ ამ ცოტა შევდეთ ცოტა ხანი შევწავ ახლა ამ ჭხირებს ქათმის ჭხირებს მე შეჭამ და ბიჭები შეჭამი რა გინდათ ეხლა შეჭამს მაიონეზი მაგთან ახლა მაიონეზში ამოვუსო ქათმის ჭხირებია მაიონეზი იცი რა კაია ანტყემალზე შენ თავს ვიცავ ხლა ხორცი არ არის მაგრამ ხორციცაა ანუ ხორცი როგორია იცი ეს ზემოდან რაც არის ხო იცი ემ ასეთ პატარა არის ხორცი თორე ისა რა ქვია დანარჩენი ისენი არის შიგნით სხვა რაღაცეები ხო შეჭა ცოტა ხო კაი ადები უჭამი და ცოტა ჭამი ხო და შევწავ მეგობრებო ხო ამდენ ორივე შევწავ ყველა შევწავ რაღაცა მომშივდა თან ან დღეს რაფლე მიჭამე თუ დამიჯერებთ აი ვაფშე არაფერი არ მიჭამია საერთოდ და არც არაფერი დამილევია წყლის გარდანი წყალს ვამ ეგეც იშვიათად დღეს რა ვიცი ერთი ჯამში ერთი ჭიქა თუ დავლიე მაგდენს არ მექნება დალეული აი ესა რაცაა დალეული და მეტი არა აგერ მომატი ახლა ცოტა ხო და მოკლედ არც არაფერი მიჭამი არც არაფერი მისვია ერთი რაც არ ვიკლებდი მთელი დღე იყო სიგარეტი ჩემთვის ბავშვებს საკოლისტები აქვს როგორ მისვია აგერ კიტრი პომიდორი აი პროსტო განახო იგი რა ქვია მაცვე რაფერა გამოტენილი კიტრი პომიდორი მეგობრებო ნესვის კი არ გამირეცხეს შევდებ ბუნგური პება და უნდა გავჭრეს მეორე ნესვი იქანაც ეხეულობა კვერცხები ტყემალი იქ ყველი არის აქ მეგობრებო გაყინული რაღაცეებია კიდე ხინტალია პილმენები და რაღაცეები არის კიდე შიგნით მოკლედ საჭმელი ბავშვებს არ აკლდათ მე რაც შემეხე მე არ მიჭამია ხო რა ვის არ მინდოდა შევწავ ახლა იმას ამასაც გავრეცხავ და კიდე მოვალ რა არ დაგებშდობები ჩერხვალამდე შევწვი მეგობრებო ქათმის ნაკეცები წამწამები გავიკეთე ჭამ ჰოის საოცრებად მე მაიონეზი დავისხ მაიონეზით მე ვასება ბიჭებისවත් მოეწონათ და ჰოის საოცრებად თეკლა ჭამს ხარია ზე დაიდევით ხო ლუკას სოუნები და რა ამბავი დაუძვია მაგის უნდა შეჭამო გამომხედა მე შეხედე ხა დააგდე გაგივარდა ძირს მოწმენდილია პოლიტამი
ფედრასაც მოეწონა სხვადასხვას, ხო? გუდის დამბალო მეგობრებო. ეგენ მე და იქით დარჩა კიდე ცოტა.აფერები არა გაქვს ნახმარი აქედან. ლაივი მქონდა მეგობრებო ჩართული. 15 წუთი კი არა და 14 წუთი აკლია 12-ს. ვაიმე. არ ვიცი რაფერ უნდა ვთქვა, ანუ აი ძალიან დიდი მადლობა, არ ვიცი რა. დღეს იყო რაღაცნაირი, ანუ ყოველი ლაივი ხო კარგია. მაგრამ დღეს რაღაცა კაი ლაივი იყო მეგობრებო. იმხელა თანხა დამირიცხეს. რა ვიცი, აი არ ვიცი. უსომო მადლობა, რატო გათიშედე? რა შობიგო? მოკლედ მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა დღეს ლაივში ვინც იყავით შემოსულები, აი კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის, საჩუქრებისთვის და ჩარიცხვებისთვის, აი ძალიან დიდი მადლობა. ესე იგი დღეს მარის შემოვიდა ჩემთან და განსაკუთრებული მადლობა მარის მეგობრებო. აი არ ვიცი რა, ამ ადამიანმა დღეს მე დამირიცხა 500 ლარი საქართველოს ბანკზე. ერთი ცალი 100 ლარიანი და ორი ცალი 200 ლარიანი. მარი ხშირად მირიცხავს მე. მირიცხავდა ხშირად, ანუ ადრე აი არ ვიცი 5000 ლარი აქვს ჩემზე დარიცხული მინიმუმ. აი 5000 მეტი. ხო და მე ეს ბოლო პერიოდი ხარჩა და დღეს გამოჩნდა, აუ არ ვიცი, ძალიან დიდი მადლობა და ესე 500 ლარი დამირიცხა მარტო მარიმ მეგობრებო. და ნუ მარის და სოფოს თამადობით, ჩემი სოფო აი არ ვიცი, სოფოზე არ ვიცი. სოფომაც დამირიცხა დღეს კიდე. და რა ვიცი, აი მარის და სოფოს თამადობით, აი უზომო მადლობა ყველას, თვითონ თეთრისთვის რა. არ ვიცი, მე არ ვიცი რა ვთქვა. მაგრამ აი უფალი ყურება ზემოდან და ის ხედავს ყველაფერს და აი რა ვიცი. არ ვიცი. როგორაც მე დღეს გამახარეს, ეგეთი გახარებულები იყოს ყველა ის ადამიანი, ვინც ასე მახარებს. და ყველა კარგი ადამიანი, ვისაც არ შურს ეს და არ აწუხებს ეს ფაქტი, რომ მე ესე მახარებენ. და აი არ ვიცი, უზომო მადლობა რა, ძალიან დიდი მადლობა. და არ მეგონა ასეთი დასასრული თუ ექნებოდა დღევანდელ დღეს. არ ვიცი მეგობრებო რა გავაკეთე ამის ფასი, რომ დღეს ესე უფალმა მარი გამომიგზავნა და ამხელა თანხა დამირიცხა. არ ვიცი, უზომო მადლობა, უფლისგან გამოგზავნილია ეს ხალხი ყველა. და გაგახაროთ ღმერთმა ესე რომ მახარებთ რა. სხვა არ ვიცი რა ვთქვა. ძალიან კარგი საღამო იყო. დღე იყო ცუდი. ცოტა ცუდად ვიყავი, მთელი დღე ვალაგებ, სიცხეები, დახუთულობა, მთელი თემები, მაგრამ ისე გამილამაზდა საღამო. არ ვირა, ძალიან დიდი მადლობა. ხვალინდელი დღის გეგმა კი გითხარით, კიდევ ერთხელ გეტყვით, ხვალ მეგობრებო, მანქანას ვაკეთებთ, ის ბაჩოკი უნდა გავუკეთო, მანქანას უნდა ვიყიდო ის ბაჩოკი თუ ბაჩონკა თუ რაც ქვია. და უნდა გავუკეთო მანქანას, იმიტომ რომ ვერ ვთავ გაგრილებას მანქანაში. თუ არ ჩავრთე ეს თუ არ გავაკეთე, ისე ვერ ვთავ მანქანაში გაგრილებას და არ დატორმუზებს მე თავის დროზე და მეშინია მასე სიარული. ეგ უნდა გავუკეთო, ეგ სოფოს ფინანსებით მეგობრებო, სოფომ დამირიცხა გუშინ მაგის ფული. არ ვიცი ის ბაჩონკა რა ღირს, მაგრამ ნუ რაც არ უნდა ღირდეს, მაქვს კარგი ხალხის წყალობით მეგობრებო. გავაკეთებ აუცილებლად ხვალე. გავაკეთოთ უბრალოდ ერთად, წავიდეთ დილას. ასევე მინდა ბორბლები გამოვუცვალო მანქანას, ის ორი ბორბალი წავიღო. სასახურის ბორბლები დაუყენო, ზამთრისაყენია. და მოკლედ ხვალე გასვლის დღე გვაქვს რა. რაც შეეხება ლიკაიას, ხო იცით რომ 20-მდე აქ გადმოდის. ეხლა გადააქვს ნივთები, რაც აქვს ნივთები ჩემთან არაფერი არ დაეტევა მაგისი და დათოიასთან გადააქვს, რომ დათოიასთან რაც აქვს ნივთები დატოვოს იქ. და 20-მდე აქ იქნება ლიკა. იქნება გამოჩნდეს ბინა და გადავა.
რა ვიცი, ბინები არის უბრალოდ ზვირე. რა შობი, ბიჭო? შტავი ხო? რა ხნა? საზუნას გალიაში ჩაყო იგი, ფეხი. სათუდა ბიჟორა და თავისად მოგინიტა. ხო და იქნება რამე იაფად ფინა გამოჩდეს, 600-700 ლარებად არის სულ. ხო და იქნება გამოუჩდეს რამე, ნუ 20-მდე ყოველ შემთხვევაში აქ იქნება. მე არ ვიცი. მე როგორც უნდა და რასაც უნდა იქ წავიდეს, ანუ. და ჯერ გადმოსულა ხო ნივთები გადააქვს და გადმოვა. სხვა მეგობრებო არაფერი არ ხდება, ძალიან გახარებული ვარ. და რაც შენ უკვე გაგზელება ვნახოთ ხვალ როგორ დღე იქნება. იმედია კაი დღე იქნება ხვალ. დაამშვიდობა თქვენ კიდე ბავშვებო მეგობრებს. რადი ჩამაგიარდებით ხვალიდან. დროებით ჩამაგიარდებით ხვალიდან. ლუკა შენც? მიდი ლუკა. დაამშვიდობა ლუკა მეგობრო. ცხენი არა. მაგას როდის იყო რამე ცხენოდა? და შეხაი ჟუჟუნა კადრში გამოჩენა უნდა. აფერ გამოვიდეს. დაამშვიდობა ბიჭო. თეგლა შენ? დროებით ჩამაგიარდებით ხვალიდან. მოკლედ წავედი მეგობრებო, სახლი დალაგებულია. იმან კოჩს მიაქცეთ. აგერ მოსულა. კაი, მაგი ლოგინზე დავშვე და ალცან წავა. ეს ჩემი რატიკელაა. ამას ჩასუნოს დედა. მაგი ჭვიანია, სადაც ხარ იქ ამოდის. მოკლედ წავედი მეგობრებო. ხო ხვალ კიდე დათოს ჩემი ცელი მიაქვს. მოსაცელად საცხა სამუშაოზე მიაქვს ჩემი ცელი. და 50 ლარს მაძლევს, ანუ მე ვთხარი რა, ნახევარი და ნახევარი არ მინდა მეთქე, ანუ 350 ლარად უნდა მოცელოს და რა თქმა არ მინდა დათოს შეარგოს ღმერთმა კაცო, 50 ლარი მომეც მეთქი ბენზინს ჩავასხა მანქანაში. ხო და 50 ლარს მაგას ხვალ არა წიწკნი. და მაგის 50 ლარს ბენზინს ჩავასხა მანქანაში. ხო. სხვა არაფერი, გეგმა ხვალისი ვიცით, მშვიდობიან ღამე მეგობრებო, ბედნიერდილა გაგიცანოთ ღმერთმა, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და დროებით ხალხნო დაგიბრუნდებით ხვალიდან, გაკოცეთ ბევრი და წარმატებები ყველა კარგ ადამიანს. დროებით ნახვამდის.